საუბრობ ინტერნეტსა და სოციალურ მედიაზე. თუ რა არის დღეს აქტუალური ამ სივრცეში, სადაც საზღვრები არ არსებობს, ონლაინ პლატფორმების ბოლო დღების მთავარ ამბებს საბა ხვედელიძე გაგვაცნობს, რომელიც უკვე ჩვენ სტუდიაში იმყოფება. საბა, შუადღე მშვიდობის და მოუთმენლად ველით მოკლედ ჩვენგან ამბებს. საბა, მე მოვკალათდები, ახლა ყურადღებით გისმენთ და არ შემაწყვეტინოთ. უცხო სიტყვებს ამოვიწერთ. კი ბატონო. აბა შუადღე მშვიდობისა, მივესალმები ჩვენს მაყურებელსაც. მინდა გითხრათ, რომ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო სიახლეებით ვარ მოსული თქვენთან და უნდა აღვნიშნო, სანამ უშუალოდ ამბებს მოგიყვებით, ეს კვირა დატვირთული იყო ძირითადად ამბებით სოციალურ ქსელებში კინოინდუსტრიაზე და შესაბამისად რეაქციებიც და კომენტარებიც ამ მხრივ უფრო აქტიური იყო, ამიტომაც მე დღეს კინოინდუსტრიის და სატელევიზიო სიახლეებს მოგიყვებით და მათზე რეაქციებს სოციალურ ქსელებში. მინდა გითხრათ პირველ რიგში, რომ 2026 წლის ოქროს გლობუსის ნომინანტთა ვინაობა ცნობილია. ჰოლივუდი წლის ყველაზე დიდი წვეულებისათვის უკვე ემზადება და რიგით 93 დაჯილდოება 11 იანვარს გაიმართება. როგორც უკვე ვარაუდობენ, საკმაოდ დაძაბული იქნება ცერემონია. საუკეთესო დრამის მსახიობი ქალის ნომინაციაში ერთმანეთს ჯულია რობერტსი, ჯენიფერ ლოურენსი, ჯესი ბაკლი და ევა ვიქტორი დაუპირისპირდებიან. კონკურენცია ასევე მაღალია მამაკაცის როლის შემსრულებელ მსახიობებში, საღამოს მთავარი პრიზის მფლობელი ჯერემი ელენ უაითი, დუეინ ჯონსონი, მაიკლ ბი ჯორდანი ან ოსკარ ისააკი გახდება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიუზიკლში შესრულებული საუკეთესო ქალის როლისთვის წარდგენილები არიან ემა სტოუნი, კეით ჰადსონი და სინთია ერივო. ხოლო მიუზიკლის საუკეთესო მამაკაცის მსახიობის ტიტულისათვის ნომინირებულებს შორის ლეონარდო დიკაპრიო, ტიმოთი შალამე და ჯორჯ კლუნი არიან. ასევე 2026 წელს ოქროს გლობუსის მფლობელები შესაძლოა გახდნენ არიანა გრანდე, პოლ მასკალი, ადამ სენდლერი, ჯეიკობ ელორდი და ემილი ბლანტი. ოქროს გლობუსის რიგით 93 დაჯილდოების წამყვანი კვლავ ამერიკელი კომედიანტი ნიკი გლეიზერი იქნება, რომელმაც გასულ ოქროს გლობუსზე მაყურებელს თავი განსაკუთრებით დაამახსოვრა. 2026 წლის კინო და სატელევიზიო ინდუსტრიის მთავარი საღამო ტრადიციულად ბევერლი ჰილტონში 11 იანვარს გაიმართება. და საინტერესო იქნება, ვინ გახდება ამ ნომინაციების გამარჯვებული და იმედი მაქვს, რომ მეც შემეძლება იმის მოთხრობა თქვენთვის და ჩემთვის საყვარელი არტისტებიც იქნება მათ შორის. ერთია ვინი მარჯვებს და მეორე სოციალური მედია ვის გულშემატკივრობს, ეგეც ძალიან საინტერესოა ხოლმე, იმიტომ რომ ხანდახან TikTok-ზე ან Instagram-ზე არის ძალიან პოპულარული რაღაც ვიდეოები კონკრეტული ფილმებიდან, თუმცა საბოლოოდ ის ფილმები ვერ იმარჯვებენ, მოკლედ და ვერ. სიმღერის შემთხვევაში ეგრე ხდება ხოლმე, ზოგჯერ ისეთ სიმღერა შეიძლება დატრენდდეს და მთელი მსოფლიო მილიონობით ადამიანი მღეროდეს და აკويتებული კონდეს, რომელიც არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მაგრამ შენთვის არ წარმოადგენს ღირებულებას. ნუ ახლა შემიძლია ჩაგირთვა რამდენიმე მუსიკა, რომელიც ვფიქრობ, რომ კონკურსში გამარჯვებას არიმსახურებს თამთამ. კარგი და გასაგებია. გერუნებაზე არ დავამენავ. საბა, რა მითხარი, ემა სტოუნი მე ძალიან მიყვარს სხვათა შორის და რა იგებს მონაწილეობასო წარდგენილიაო თუ კი, საუკეთესო დრამის მსახიობი ქალის ნომინაციაში. ჯულია რობერტსი, ლეგენდარული ჯულია რობერტსი. სხვათა შორის სიახლეები გვაქვს ავატარის მოყვარულებისთვისაც. ფრენჩაიზის მესამე ნაწილი ცეცხლი და ფერფლი უკვე მზად არის და მისი ნახვა მაყურებელს დიდ ეკრანებზე 19 დეკემბერს შეეძლებათ. როგორც ფილმის რეჟისორი ჯეიმს კემერონი ამბობს, წინ შთამბეჭდავი სანახაობა და ემოციური სიუჟეტი გველოდება. კემერონმა ასევე განაცხადა, რომ ეს ფილმი საგას დასასრულისაკენ წაიყვანს, შესაბამისად ისტორიის დრამატულ განვითარებასაც უნდა ველოდოთ. აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა 2024 წელს უნდა შემდგარიყო, თუმცა ჯეიმს კემერონს სრულყოფილი ვიზუალებისათვის მეტი დრო დასჭირდა. ავატარის ნახვა ერთ კვირაში შეგვეძლება და როგორც კინოკრიტიკოსები ვარაუდობენ, ფილმი box office-ის ლიდერიც კი გახდება. საინტერესო არის. სხვათა შორის პირველი შემდეგ არ მინახავს. პირველი მე მგონი ყველამ ნახეთ, იმიტომ რომ რაც ტექნოლოგიური გარღვევა იყო, ხო, 3D ფილმი მე მგონი ერთ-ერთი პირველი იყო თუ პირველი იყო, რომელმაც ყველაზე მეტი ტექნოლოგიურად ძალიან წინ იყო. შეიძლება ხმამაღლა თქვა რაღაცა. პირველი ვნახე და მეორე ნახევრამდე. ვეღარ დავსვამ. მე მეორე საერთოდ არ მინახავს, მაგრამ ნუ ფაქტი არის, რომ მოთხოვნადი არის ისევ, რადგან აგერ უკვე მესამე ნაწილი გადაიღეს და დასასრულისკენ
სიუჟეტისკენ მივდივართო, ხო? ანუ დასასრულიც არ არის. როგორც ამბობენ 4 ნაწილი ექნება ამ ფილმს და სხვათა შორის მეც არ მქონდა პირველი ნაწილი ნანახი, მესამე ნაწილის ტრეილერით და საუნდტრეკით ისე მოვიხიბლა, რომ გადავწყვიტე რომ ჩამერთო, თუმცა აი ფილმის ნახევარს ვუყურე მხოლოდ და თუმცა ველოდები მესამე ნაწილს. მაილი საირუსის საუნდტრეკი იქნება ფილმში გამოყენებული და სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მაილი საირუსი ოქროს გლობუსიც არის ამ საუნდტრეკისთვის ნომინირებული. სანამ მომდევნო თემაზე განვაგრძელოთ საუბარს, მაინტერესებს თუ გახსოვთ რა გიწერიათ Instagram-ზე ბაიოს განყოფილებაში. ჯერ ბაიო მითხარი რა. აი Instagram-ზე პროფილზე არის პატარა განყოფილება, სადაც მცირე ინფორმაცია უნდა მივუთითე შენ შესახებ და მაინტერესებს თუ გახსოვთ. მე მეწერია და მორჩა. სახელი და არა, ეგ სახელი და გვარი, მაგრამ ბაიო ეხლა მიწერია ახალი ამბების წამყვანი, ანუ არ გამიახლებია. მეც ეს მიწერია ახალი ამბების წამყვანი და უნდა დავამატო. შუა დღის წამყვანი უნდა დავამატო. სხვათა შორის ამ განყოფილებას Instagram-ზე ძალიან ბევრი მსახიობი იყენებს მარკეტინგული მიზნებისთვის და ახლა მოგიყვებით როგორც. Anne Hathaway კინოინდუსტრიის გადასარჩენად ბრუნდება. ასეთია ფანების კომენტარი სოციალურ ქსელებში, მას შემდეგ რაც მსახიობმა Instagram-ზე მისი აღწერა განაახლა და ყველა ის ფილმი ჩამოწერა, რომელიც მისი მონაწილეობით 2026 წელს გამოვა. ერთი ჩვეულებრივი ბაიოს განახლება რამდენიმე საათში ვირუსული გახდა და Hathaway-ის მხარდამჭერებმა აჟიოტაჟიც კი ატეხეს. სოციალური ქსელები სავსე იყო კომენტარებით, რომ მსახიობი 2026 წლისთვის ზედმეტად დატვირთულია და მთელი კინოინდუსტრიის გამოფხიზლება საკუთარ თავზე იღებს. შეგვიძლია მიმოვიხილოთ Anne Hathaway-ის ის ფილმები, რომელთაც მაყურებელი მომავალ წელს დიდ ეკრანებზე იხილავს. პირველი ნაწარმოების სახელად დედა მერი პრემიერა აპრილში შედგება და ფსიქოლოგიურ მელოდრამაში მსახიობი პოპ ვარსკვლავის როლში იქნება. 1 მაისს უკვე ვიხილავთ საკულტო ფილმის ეშმაკი ატარებს პრადას მეორე ნაწილს, ივლისში კი Hathaway ტომ ჰოლანდთან, ზენდეიასთან და მეთ დეიმონთან ერთად ფილმ ოდისეაში გამოჩნდება და ვნახოთ როგორი იქნება Anne Hathaway-ისთვის ეს დატვირთული წელი აქვს. ნამდვილად დატვირთული აღმოჩნდა ეს წელი. ავატარისგან განსხვავებით დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება ნამდვილად შედევრი, ისე როგორც პირველი ნაწილი, ეშმაკი ატარებს პრადას. ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული ნამუშევარია ლევან შენასწორად. ან ვინ თამაშობს ახლა ეს რა? ხო. მოკლედ Anne Hathaway ემზადება როგორც სოციალურ ქსელებში თქვენ დიდი კამბექისთვის. და სხვათა შორის მსახიობების გარდა წელს ასევე ფილმის და სერიალების რეჟისორებსაც აქვთ დიდი კამბექი. და მოგიყვებით ახლა ახალ ამბავს Breaking Bad-ის და Better Call Saul-ის შემქმნელებმა Apple TV-ზე ახალი სერიალი გამოუშვეს. პლურიბუსი ვინს გილიგანისთვის, რომელმაც დღემდე ორი ყველაზე გავლენიანი კრიმინალური დრამა შექმნა, სრულიად ახალი მიმართულებაა. ავტორი ამჯერად sci-fi-ის ჟანრში გადადის და გვიყვება მომავლის სამყაროზე, სადაც უცნაური ეპიდემია ადამიანებს ერთგვარი კოლექტიური ბედნიერების ხელოვნურ მდგომარეობაში აყენებს. თავარი გმირი წარმატებული, თუმცა ცხოვრებით უკმაყოფილო მწერალი Carol Sturka, რომელიც იმ იშვიათ ადამიანთა ჯგუფშია, ვისაც ეს ეფექტი არ მოქმედებს. Carol-ის პერსპექტივიდან მაყურებელი ხედავს სამყაროს, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურად გამოიყურება, თუმცა სინამდვილეში ბედნიერება იძულებითი და კონტროლირებადია. ინდივიდუალიზმი და ადამიანური ემოციები კი გამქრალი. კრიტიკოსები უკვე საუბრობენ, რომ პროექტი ვინს გილიგანისთვის ყველაზე ამბიციური ნამუშევარია. ვიზუალური გადაწყვეტები, სიუჟეტის მუხტი და ფსიქოლოგიური სიღრმე მას სხვა სამეცნიერო ფანტასტიკის სერიალებისაგან მკვეთრად გამოარჩევს. ასევე განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს რია სიჰორნის შესრულებაც. ეპიზოდები პლატფორმაზე ყოველკვირეულად გამოდის და პირველივე ეპიზოდს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში და შეიძლება ითქვას, რომ პლურიბუსი უკვე იქცა ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად პროექტად. ჯერჯერობით მაყურებელმა სერიალის მხოლოდ 5 სერია იხილა, პირველი სეზონი 9 ეპიზოდისაგან შედგება, რომლის ფინალსაც 26 დეკემბერს ვნახავთ. საინტერესო, სულ მინდოდა ამ სერიალის ჩართვა, სხვათა შორის, იმიტომ რომ Breaking Bad-ის ძალიან დიდი გულშემატკივარი ვარ და ძალიან მიყვარს ეს სერიალი და საინტერესო არის სოლისგან და Breaking Bad-ისგან განსხვავებით ქალის გარშემო ვითარდება სცენარი, ხო და მართლა საინტერესოა აი ამ ორი სერიალის შემქმნელებმა როგორი არის მათი საერთო ტანდემი რა. კი, ძალიან საინტერესო არის და სულ მინდოდა ჩართვა და მე მგონი აი დღეიდან უკვე ჩარტი. კი, დღეიდან უკვე აქტიურად შევუდგები. აუცილებლად უნდა უყურო ამ სერიალს, იმიტომ რომ მე პირველ 6 ეპიზოდს ვუყურე, ველოდები კიდევ არ სანაჩენს სამსაც და მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ კარგად ვითარდება სიუჟეტი, ისე რომ შეიძლება ვერც მოწყდეთ ეკრანებს. და უნდა გადავიდე ამ კვირის ბოლო სიახლეზე. მეთიუ პერისთვის კეტამინის უკანონო მიწოდებაში ბრალდებულ ექიმს ლოს-ანჯელესის სასამართლომ 30-თვიანი
პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების მიხედვით 44 წლის ექიმმა მსახიობს კეტამინის სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე მიაწოდა. სალვადორ პლასენსია ხუთი ბრალდებულიდან ერთ-ერთია, რომელიც სასამართლომ საქმეში დამნაშავედ ცნო. განაჩენის გამოცხადებამდე ექიმის სიტყვით გამოვიდა, სადაც ცრემლიანი თვალებით განაცხადა, რომ უნდა დაეცვა მეთიუ პერი და მისი ოჯახი, თუმცა მის გადასარჩენად ვერაფერი გააკეთა. სალვადორ პლასენსიამ აღიარა, რომ მსახიობისთვის მედიკამენტის მიწოდება არალეგიტიმური სამედიცინო მიზნებისთვის ხდებოდა. როგორც მისი ადვოკატები აცხადებენ, ექიმი ამ საქმეში არ არის ბოროტმოქმედი, არამედ ადამიანი, რომელმაც მძიმე შეცდომა დაუშვა. გარდა 30 თვიანი პატიმრობისა დამნაშავეს $5,600 ჯარიმის სახით გადახდა მოუწევს. მას ასევე ჩამოერთმევა ლიცენზია, დაიხურება მისი კლინიკა, სასჯელის მოხდის შემდეგ ურწლიანი ზედამხედველობა დაენიშნება და ცხოვრების გატარება კალიფორნიის საზღვრებს გარეთ მოუწევს. მინდა შეგახსენოთ, რომ მეთიუ პერი 2023 წლის ოქტომბერში 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. პოლიციის განცხადებით ის საკუთარი სახლის ჯაკუსში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ის კეტამინის ზედოზირებით გარდაიცვალა. მოკლედ ამაზე ძალიან დიდი ამბავი იყო ფრენსის მაყურებლისთვის, მით უმეტეს ანუ გავიზარდეთ თაობები მე მგონი ამ სერიალზე და დღესაც ძალიან აქტუალური და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი, რომ ასეთი მოკლედ როგორ უნდა გულგრილობის ძალიან სამწუხარო ფაქტი არის და ნუ ეს ექიმის წარმომიდგენი ახლა რამხელაზე წოლის ქვეშ არის, იმიტომ რომ აი ეს არმია გულშემატკივრების ფაქტობრივად მათი ყურადღების ეპიცენტრია. უნდა ითქვას, რომ თავადაც განიცდის ეს ექიმი ვახსენე კიდევ სასამართლოზე ცრემლიანი თვალებით გამოვიდა, სადაც ასეთი სევდიანი ამბით დავასრულეთ დღეს, ხო? საბამ შენთან ურთიერთობა, მაგრამ არა უშავს საკმაოდ დიდი ინფორმაცია მივიღეთ, ვიცით რას უნდა ვუყუროთ.